ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. რატომ ხდებიან მიანაბრეები საფინანსო პირამიდის მსხვერპლი? არასაკმარისი ფინანსური განათლება თუ კარგად გათვლილი აფიორა? არსებობს თუ არა კანონი მოტყუებული მიანაბრეების დასაცავად? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საფინანსო კომპანიების თაღლითობის გამო ათასობით მიანაბრე დაზარალდა. არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო კომპანია MX Broker Georgia's კომპანიაში 300-ზე მეტ ადამიანს $5-დან $100,000-ზე მეტი თანხა აქვს შეტანილი. ბოლო დროს ეს უკვე მეორე შემთხვევა, როცა ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა და ათასობით ადამიანი დაზარალდა. რამდენიმე თვის წინ მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე სამართალდამცავებმა საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ მიანაბრეების კუთვნილი 66 მილიონი ლარის მითვისება. რატომ მიმართავენ მიანაბრეები მსგავსი ტიპის საფინანსო კომპანიებს და არა ბანკებს? ამ შემთხვევაში იცავს თუ არა კანონი დაზარალებულებს და რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს დააბრუნოს მილიონები? დღეშვენი გადაცემის სტუმრები არიან საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე და დაზარალებულების ადვოკატი კახა მაღრაძე. 292 11 88 292 11 99 ჩვენი გადაცემის სტუდიის ტელეფონის ნომრები. გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ უკვე ჩაგვერთოთ და დასვათ შეკითხვა. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. გამარჯობათ ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მე ვთვლი ამ ერთად ძალიან საკმაოდ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. მე აქ ერთ განმარტებას გავაკეთებ. ფინანსური პირამიდის სქემა პირველად ამერიკაში იტალიელი ემიგრანტის ჩარლზ პონცის მიერ გავრცელდა, რომელმაც თამასუქების მეშვეობით მარტივი აფიორა მოიფიქრა და ეს პონცის სქემა დღემდე მოქმედებს საქართველოში. გიორგი, მინდა დავიწყო შენგან. ანუ ეს ფინანსური პირამიდები ჩვენ გვახსოვს 90-იან წლებში. ბოლო წლების განმავლობაში ეს საფინანსო კომპანიები მუშაობდნენ, მაგრამ მსგავს შემთხვევებთან მსგავს შემთხვევებს არ ქონია ადგილი. რა მოხდა ახლა? რატომ ჩამოიშალა ეს პირამიდები? მოგესალმებით ირმა, მივესალმები რადიოს მსმენელებს. პირამიდის სქემა ჩვენერი მაგალითად მოიყვანეს პონცის სქემა, ვინც შემქმნელი, ვინც მოიგონა წინა საუკუნის დასაწყისში ამერიკაში, თავიდანვე განწირული ამისთვის. უბრალოდ ამისთვის არსებობს გარკვეული ვადა. დიდ ქვეყნებში ეს ცოტა დიდხანს ძლებს. ამერიკაში 40-წლიანი ვთქვათ პირამიდები ცნობილი ბერნარდ მედოფის, მაგრამ პატარა ქვეყნებში სადაც პატარა ბაზარია, ფულის შემტანი ნაკლებია, უფრო მალე იშლება. თავიდანვე არასწორ ბიზნეს მოდელზეა ეს აგებული, არასწორი ბიზნეს მოდელი, რომელიც თავის თავში მოიცავს თაღლითობასაც, ამ ფულით, ვთქვათ, მომხმარებლების მიერ შეტანილი ფულით არ იქნება არანაირი დამატებითი ღირებულება, სესხებსაც კი არ გასცემენ მსგავსი კომპანიები, რომ ვთქვათ, უფრო ძვირად გაასესხონ და იქიდან რაღაცა მოგებული თანხით გაისტუმრონ ეგრეთ წოდებული მიანაბრეები, რადგან რეალურად მიანაბრეებიც არ არიან ეს ადამიანები, უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც ასესხეს რეალურად ფული რაღაც კომპანიას. საქართველოში 90-იან წლებში ძალიან ხშირი იყო ეგრეთ წოდებული ბანკები. ხო, ვერ დაიგებ რაღაცა ისე. სახელწოდების მოფიქრება ცოტა რთულია. აფიორა, პრინციპში თავიდანვე არის თაღლითობის მომენტი აქ ჩადებული, თუმცა რა თქმა უნდა სამწუხაროდ გვიან ხდება ცნობილი. უბრალოდ როდესაც მომხმარებლები ხედავენ მაღალ საპროცენტო სარგებელს, ეს თავიდანვე უნდა აჩენდეს ეჭვს, რადგან მაღალი საპროცენტო სარგებელი მოიცავს მაღალ ფინანსურ რისკს, რადგან უნდა დავფიქრდეთ, საიდან გასცემს კომპანია ამ ხელა სარგებელს. როდესაც შენ გპირდება წლიურად 30 და 40% სარგებელს, ესე იგი ეს შენი ფული მიაქვს სადღაც მაგარ ბიზნესში დებს, რომლიდანაც ამ ხელა მოგება, რა ვიცი, არაკრიმინალური ბიზნესიდან წარმოუდგენელი, ხა ნარკოტიკები თუ უაჭროს და იარაღით შეიძლება, აი რაღაცა ისეთი მოგება ნახოს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არასაკმარისი ფინანსური განათლება აქვს ადამიანებს, ვინც დაუშვათ ანუ რისკან მიდიან ამ რისკზე შეგნებულად. არის ფინანსური განათლების პრობლემა, რა თქმა უნდა არსებობს ასევე ვთქვათ მაღალი მოგების სწრაფად მიღების სურვილი და რისკების ნაკლებად შეფასება, ან ვიღაცა მარსაც მიდის იმ რისკზე, რომ თუნდაც ერთ წელიწადში რაღაც სარგებელი მიიღოს და შემდეგ მზად არის თუნდაც ის რაღაც ძირი თანხა დაკარგოს. ბატონო კახა, თქვენ ხართ MX Broker Georgia's დაზარალებულების ადვოკატი, რამდენმა ადამიანმა მოგმართათ, ანუ საქმე აღძრულია თუ რა ეტაპზე, ანუ იურიდიულად რო გითხრათ, იურიდიული დეტალები. მოგესალმებით. რადიოს მსმენელებს და ქალბატონებმა თქვენ მოგესალმებით. მადლობელი ვარ მოგვიწვიეთ. იმიტომ ეს საკითხი როგორც ხედავთ, როგორც ბატონ გიორგიმ ძანა საქართველოში ისო გახდა აქტუალური. ამ ეტაპზე ჩემთან აქვს კონტრაქტი და დაახლოებით 25 მომხმარებელს, თუმცა მირეკავენ და ალბათ
დაიზრდება ჩემი აზრით სადაც 100-მდე მაინც შეიძლება გახდეს უცოტა რაც ეხლას ერთობლივ სარჩელს ამზადებთ გადაწყვიტეს რომ ჯობია ერთ ადვოკატთან კონდეს უმეტესობამ გადაწყვიტა და იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ერთთან უფრო კომფორტულია მოსახურებას რა თქმა უნდა ძალიან დიდ შეღავათებში იმდისედაც დაზარალებულები არიან ეს მოქალაქეები და მოგმართხოვეს რომ გამეწია მათთვის ადვოკატობა ვის საფუძველზე ამზადებს სარჩელს ანუ არსებობს თორე ხელშეკრულება რომელიც ამ ადამიანებს აქვთ გაფორმებული ამა თუ იმ კონკრეტულ კომპანიასთან იურიდიული დოკუმენტი აქვთ თუ არა ხელში დიახ მოგახსენებთ რომ სარჩელამდე ჯერ კიდევ შორსა ვართ იმიტომ რომ უნდა გავიაროთ ეს საკითხი ჩვენ წავედით ასეთი გზით ჩემი დაცვის ტაქტიკა ასეთია რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს აქ დანაშაულთან აქვს ადგილი თუ არა იმიტომ რომ ეს კონტრაქტები არის გაფორმებული ოფშორულ ზონაში გაფორმებული რაღაც კომპანიასთან master service inc ეგრეთ წოდებული და ამ კონტრაქტებს უფორმებდა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია MFX broker Georgia Shepusur რომლის დირექტორი არის ქალბატონი მარგარიტა ჟიზნევსკაია და მესაკუთრე არის ეს საერთაშორისო ეგრეთ წოდებული master service inc და უკეთებდა ეს ქართული კომპანია ამ ეტაპზე თავიდან პირდებოდა ამ ეგრეთ წოდებული ინვესტორები დაარქვეს უთხრეს რომ თქვენ მიანაბრეები კი ხართ ინვესტორები და დროდის დაიწყო ეს ყველაფერი 2014 წლიდან როგორც არის ჩემთვის ნორმალი 2014 წელს რეგისტრირებული ეს კომპანია ამ ქართულმა კომპანიამ გახსნა შექმნა Facebook გვერდი და ძალიან დიდი სარეკლამო კომპანია გასწია ახლა შეგიძლიათ შევძანდეთ ამ Facebook გვერდზე და ნახოთ რომ რა ეს პირდებიან 45-დან 60%. ისევ აბზოლებენ საქმიანობას დღესაც გადავამოწრო არსებობს და გუშინაც არ გადავამოწრო ეს Facebook-ი მოქმედებს და თვითონ ეს ქალბატონი საქართველოშია? არ ვიცი როგორც ჩემთვის არის ცნობილი თითქოს მას დატოვა საქართველო ფაქტობრივად მე ოფიციალურად გუშინ გავაფორმე კონტრაქტები თუმცა მან იქამდე ტელევიზიის საშუალებით მიმართე პროკურატურას და თხოვე დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება თაღლითობის მუხლით საბედნიეროდ აღარ მოხდა გაწელვა ამ საქმის აღძვრის და აღიძრა საქმე ამას იძიებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან დავალებათა მთავარი სამმართველო რამდენიმე გამოძიებელი და მიმდინარეობს დაზარალებულთა დაკითხვა. ანუ კონტრაქტი რომელიც არსებობს იურიდიული სტატუსი თუ აქვს ამ კონტრაქტსა ძალა თუ აქვს რომელიც შეგიძლიათ რომ სასამართლოში წარადგინოთ და ამაზე დავუშვათ ააგოთ თქვენი სარჩელი. რა თქმა უნდა არსებობს მაგრამ თავარი არ არის ამ დაზარალებულებს თუ აქვთ რას აქ ზოგს არის ხელმოუწერელი წარმოგიდგენიათ და როგორც მე ამიხსნეს ბეჭე დარტყმულია ზოგმა როგორც ამიხსნეს ამათ დაზარალებულებმა მითხეს რომ ხერს აწედრენ MFX-ის ბროკერის ჯორჯიას წარმომადგენლები ამ კონტრაქტებს ეს უკვე უნდა გაეჩინათ იმით წოდებული ინვესტორებისათვის ქართველები ინვესტორები გავხდებით ძალიან კარგია მაგარია ესეც უნდა დაფიქრდე რა ინვესტორები ჩვენა ვართ და ესენი პირდებოდნენ ეს MFX ჯორჯიას წარმომადგენლები რომ თითქოს ეს მათი თანხები იყო დაზრუ სახელმწიფო იდგა 300 მილიონით უკან რომ მათ არაფერი არ ემუქრებოდა ანუ ჩაულებრივ აფიორა და ჩემი ღმერთმენით ასია მაშინა წარმოადგინოს ამ MFX ჯორჯიამ რომ აქ მათ დაზღვევა და აქ რაღაცა ეს დეპოზიტებზე თანხები რომელიც უზრუნველყოფს ამ მოთხოვნას დაახლოებით რამდენ ათასია საუბარი თუ მილიონებზეა საუბარი ახლა მოგახსენებთ რომ როგორც თქვენ ძალით ჩემთან უკვე მომართეს და ყველაზე ცოტა არის 5000 იყო უკვე $70000 მეტი თუმცა ზოგიერთი თავს იკავებს და მაინც რაღაცა სასწაულს ელოდებიან თუმცა მე ურჩევდი რომ არ არის აქ უკვე საჭირო თავის შეკავება ეს როგორც ბატონ გიორგი მძანე არის ჩვეულებრივი პირამიდა შეუძლებელია თანამედროვე საქართველოში და თანამედროვე სოფლიოში ამხელა პროცენტების რაღაცა ინვესტიციის განაკვეთები გიორგი ძალიან ხშირ ეს ადამიანები დაზარალებულები ეროვნულ ბანკთან მართავენ საპროტესტო აქციებს და ეროვნულ ბანკის ქმედებას ითხოვენ რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს და აქვს თუ არა კანონმდებლობიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკს უფლება ჩაერიოს მსგავსი ტიპის საფინანსო კომპანიების საქმიანობს და თუ არა აქვს რატო? ბერკეტი რეალურად აქამდე მით უმეტეს არანაირი არ ქონდა ეროვნულ ბანკს, რადგან
ეს არ არის მისი რეგულირების სფერო, მისი რეგულირების სფერო მოგეხსენებათ არის სხვა ბანკები, იყო სადაზღვო და ისის გამო იყო თქვა და ასევე საფონდო ბირჟა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც კი არ რეგულირებს ეროვნული ბანკი, ხოლო და არეგისტრირებს და გარკვეულ მეთვალყურებას უწევს, მაგრამ ზედამხედველობას ხო გარკვეულ ზედამხედველობას და თხოვს ფინანსურ ანგარიშგებას, მაგრამ არც ერთი ეს კომპანია არ ყოფილა მიკროსაფინანსო სტატუსით, უბრალოდ დაირქვეს მათ საფინანსო კომპანია, რეალურად ეს ხო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ყოველ შემიძლია დავაფუძნო. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, თავი მოგვაქვს ამით რომ მარტივია, ნუ ასე დააფუძნა ვიღაც უცხოელმა თქვა და ჩვენ რა თქმა უნდა ამასში ხელს ვერ შევშლიდით, მაგრამ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია არის რა თქმა უნდა ჯერ ფინანსური სტაბილურობა და შემდეგ საბანკო ზედამხედველობა. რადგან ეს კომპანიები გასული იყვნენ ეროვნული ბანკის თქვა მეთვალყურეობიდან, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა სრული თქვა პასუხისმგებლობა მოიხსნა იმასთან დაკავშირებით, მას უნდა ეკონტროლებინა. ჩემი ინფორმაციით ეროვნული ბანკი მიმართავდა სამართალდამცველ უწყებებს წინა წლებში, რომ განცხადება გვახსოვს გაზაფხულზე გაკეთებული. კი ბატონო, განცხადებები რამდენჯერმე გაავრცელეს და მიმართავდნენ თქვა მომხმარებლებს, რომ ყოფილიყვნენ ფრთხილად. მე მესმის თქვა ამ კომპანიების კლიენტების და მომხმარებლების პრეტენზიის, რომ სახელმწიფოს რეალურად იგივე ფინანსთა სამინისტრო, თუ ფინანსური პოლიცია თუ პროკურატურა ვიღაცას ეს უნდა ეკონტროლებინა, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ აქ როდესაც საქმე გვაქვს თაღლითობასთან, თაღლითობას უნდა ებრძოლოს სამართალდამცველი და არა ფინანსური ინსტიტუტი, თუნდაც ეროვნული ბანკი. მაგრამ ამ თაღლითობას დამტკიცება ჭირდება, ბატონო კახამ ძალიან რომ დაიწყო გამოძიება. ხო, გამოძიება ძალიან მარტივად დაადგეს, აქ უკვე როდეს პოსტფაქტუმ ურემი რო გადატრიალდა და თაღლითობის დადგენა ძალიან მარტივია. ეს ხალხი ამ ფულს მიიღებს. ხო, აი ძალიან სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ მცირე შანსია, როგორც წესი ასეთ შემთხვევაში, რადგანაც პასუხისმგებელი პირი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში, თქვა შეიძლება აღმოჩნდეს გაქცეული, მაგრამ ძალიან მცირე შანსი რჩება, რადგან ერთადერთი სადაო არის ის ხელშეკრულება, შეფესე შეუძლია თავისთავად გავაკონტრებულად გამოაცხადოს და ამით დამთავრდება სამწუხაროდ და სამართლებრივად ბატონი კახა უკეთ ახსნის თუ რა შანსებია სამართლებრივი ბრძოლის, რა თქმა უნდა გარკვეული შანსები არსებობს და ამიტომაც იბრძვიან ეს ადამიანები, თუმცა როგორც წესი ასეთი სქემების შემთხვევაში ძალიან ჭირს შემდეგ ამ ხალხის დაკმაყოფილება, თუნდაც მით უმეტეს ყველას, იმიტომ რომ ის თანხა, რადგან თუნდაც კომპანია საქართველოს შემთხვევაში იყო საუბარი, ამხელა აქტივი ფიზიკურად ვერ ექნება იმ კომპანიას, რომელმაც 76 მილიონზეა საუბარი. ეს არ არის ცოტა. მის დამფუძნებელს ამხელა ქონებას კი ვერ ექნება, საკუთარი ქონებით თან შეპესეს გამო შეიძლება საკუთარი ქონებით პასუხის ვერ აგებინონ, ცალკე სამოქალაქო დავები უნდა დაიწყოს და ძალიან ბევრი ეტაპია გასავლელი, ძალიან რთულია როგორც წესი, ამიტომ უნდა იყვნენ მომხმარებლები ფრთხილად. რა დაემართა MFX ბროკერ ჯორჯიას? ეს იყო დომინოს პრინციპი. ის რაც დაემართა კომპანია საქართველოს შემოდგომაზე, ჩვენ მაშინ ვაცხადებდით ჯერ კიდევ რომ ამ სისტემას ზოგადად ახასიათებს ეს დომინოს პრინციპი ერთმანეთს მიყოლებით ქვების წაქცევასავით, როდესაც შეშინებულმა მომხმარებლებმა რომ კომპანია საქართველოში რაღაცა პრობლემები შეიქმნა, მათ ვისაც სურდათ შეტანა თქვა თანხების ასეთ კომპანიაში, შეწყვიტეს და პირამიდის და პონცის სქემა ინგრევა, როგორც კი მას აღარ ყავს ახალი მომხმარებელი. ბატონმა კახა მახსენა აქტიური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანია. რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები აქტიურ სარეკლამო კამპანიას მიმართავენ, იმიტომ რომ მოიძინონ დამატებით მომხმარებლები. რადგან მათი ფინანსური შესაძლებლობა არის იმაზე დამოკიდებული, რამდენად მეტი მომხმარებელი ეყოლება და არა იმაზე, რომ ამ ფულით რაღაც დამატებით ღირებულება შექმნა. ანუ ეს ფინანსური ანუ დომინოს პრინციპი გაგრძელდებოდა კიდევ შესაძლოა ძალიან ბევრი მეანაბრი აღმოჩნდეს. ძალიან ბევრ კომპანიასთან დაკავშირებით უკვე ჩვენ ორგანიზაციაში მოგეხსენებათ მოქმედებს ხელი ხაზი უკვე წლებია, რეკავენ და გვეკითხებიან უკვე ვენდო თუ არა რაღაც კომპანია საერთოდ რო არ გაგვიგია ისეთ კომპანიებზე გვეკითხებიან. არა და ჩვენ ჯერ კიდევ ივლისში გამოვაქვეყნეთ კვლევა, რომ არსებობდნენ საქართველოში ისეთი კომპანიები, რომლებიც პირამიდა ბიზნეს საქმიანობით იყვნენ და არასწორი ბიზნეს მოდელით მუშაობდნენ და რომ ყოფილიყო მომხმარებლები ფრთხილად და ჯერ კიდევ მაშინ მოვითხოვეთ პირამიდა ბიზნეს საქმიანობის კრიმინალიზება. რომ ეს საქმიანობა უნდა იყოს დასჯადი, ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე რომ შემდეგში ეს იყოს პრევენცია სხვა მომხმარებლებისთვის რომ არ დაზარავდნენ, რომ შეეშინდეთ თუნდაც ამ უცხოელი ინვესტორი იქნება თუ ადგილობრივ თაღლითებს, მსგავსი კომპანიების დაარსება და მსგავსი ბიზნეს მოდელით მუშაობა. როგორი არის თუ არა პირამიდა, ვინ უნდა დაადგინოს ეს ფინანსურმა პოლიციამ დაადგინოს ეს ეროვნულმა ბანკმა არის თუ არა პირამიდა, შემდეგ უკვე სამართალდამცველებმა მიხედონ ამ საკითხს. და ბატონო კახა, რა შანსები არსებობს რომ ამ ადამიანებმა ეს თანხები დაიბრუნოს?
სამოს. ეს სასამართლო პროცესები ვიცით რომ აი დროში გაწერილია, ესე არ დასრულდება ერთ და ორ დღეში, მაგრამ შედეგი ფინალი შეიძლება იყოს მოგახსენებთ, აქ არის ორი გზა. ერთი არის სამოქალაქო დავა, ერთი არის სისხლის სამართლებრივი დავა. სამოქალაქო დავა, რას ქვემზარით არის წლების პრობლემა. გარდა ამისა, აქ უკვე საერთაშორისო რაღაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან უნდა დაიწყო დავა. მართალია საქართველოს კანონმდებლობას იცნობს, რომ შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ საქართველოს სასამართლოში, გადავხედე კონტრაქტების უმეტესობაში წერია სასამართლო და არ წერია რომ მაინც და მაინც ბელიზში უნდა დაიწყო და ზოგს უწერია კიდე ბელიზზე და ახლა ბელიზში უნდა ჩახვიდე და იქ უნდა დაიწყო დავა. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ფუფუნება ქართველი ინვესტორისთვის. და ამიტომ ჩვენ ჩემი ამ ეტაპზე არის მიმართეთ სამართალდამცავებს და ვთხოვთ რომ მოიძიონ ყველანაირი ქონება თუ ამია აბადია ამ იმას რა ქვია ამ კომპანიას და ასევე ანგარიშები თუ არ ამე აქვს ანგარიშები საბანკო ანგარიშები დაუყადაღოთ. თუდის აღიძრა საქმე. აღიძრა 4 დღის წინ, თუმცა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა დღეს სანამ შემოვიდოდი გადავამოწმე და ჯერ არ არის ყადაღები დადებული არც ერთ რა მუხლით არის საქმე აქვს თაღლითობა? და ახლა რა ხდება აქ გაბატონოინმა ჩვენი გათვლა არის ასეთი რომ ეს კომპანია როგორც მოიძიეს მომხმარებლებმა რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს და ჩვენ გვინდა რომ ამაზე გახდეს ეს ცნობილი სხვა ქვეყნებისთვისაც და იქნება ამ ამ კომპანიას აიძულოთ რომ ქართველი მომხმარებლების დააკმაყოფილოს რომ მათი აქტივის საქმიანობას ეს MFX ბროკერ ჯორჯია თუ ამის დამფუძნებელი და იმის დამფუძნებლებზეა საუბარი Master Servicing. ეს არის ბელიზი გეტყვით სადმებარებს ცენტრალურ ამერიკაში კარიბის ზღვის აუზში ოფშორული ზონა არის არავინ არ იცის ამ ქვეყნის არსებობა მე პრილად გავიგე სხვადასხვა თუ არსებობდა ესეთი ქვეყანა და იქ არის რეგისტრირებული ამიტომ მართალია ჩვენ აღაზევთ სამართლებრივი კუთხეა შეგვიძლია გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია ამ კომპანიაზე თუმცა ეს თუ დროზე არ მოხერხდა ძალიან მარტივად გააზრდა ბატონ გიორგიმ ან გაასხვისებენ ყველაფერს ან გამოაცხადებენ თავს გაკონტროლებლად შეიძლება საარჩევნით შეიტანო მოიგო კიდეს მაგრამ ვერ ამოიღება ამ თანხას ამიტომ ჩვენი თხოვნა არის და ყოველდღიურად ალბათ ამას მოვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს რომ სასწრაფოდ დაიწყო რეაგირება ამ დაყადაღების ხრი თუ რამე გაასხვისეს და კავშირების პირების ქონება დააყადაღონ რომ რაღაცა იქნეს ამოღებული ანუ იმედი მაინც რაღაც არსებობს რაღაც იმედი არის ის რომ თვითონ ამ კომპანიას არ შეექმნეს პრობლემები როგორც გითხეთ თქო ჩინეთის ბაზარზე გავიდნენ და ალბათ იქ გაახარებენ ბევრ მომხმარებლებს წყალებში რა თქმა უნდა და რომ ეს PR კამპანია რაც ჩვენ უკვე კიდევ გავაძლიერებთ PR კამპანიას აი ამ PR კამპანიის შეშით იქნებ ეს მომხმარებლებს რაღაცა დაუბრუნოს თავიანთი თანხები ეხლა გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 292 11 99 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში დროებით ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერში ჩვენი პირდაპირ ეთერში ვართ შეგახსენებთ რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი ჩვენ საუბრობთ ფინანსურ პირამიდებზე ჩვენი სტუმრები არიან საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კებულაძე და დაზარალებულების ადვოკატი კახა მაღრაძე გიორგი რატომ დაბრუნდა ფინანსური პირამიდები რატომ არ მიმართავენ ეს ადამიანები ბანკებს თუ აქ თავიანთ დანაზოგი განათავსონ ბანკში მარტივად რო თქვა საბაზრო წესების მიხედვით ანუ საბაზრო ეკონომიკის იყო მოთხოვნა და გაჩნდა მიმწოდებელი ამ სერვისის იყო მოთხოვნა იმაზე რომ ადამიანებს დაებანდებინათ სადღაც ფული და მიიღოთ მაღალი სარგებელი ასეთ მაღალ სარგებელს ისინი რა თქმა უნდა 35-40% ბანკებისგან ვერ მიიღებდნენ მაშინ საკუთარი ბიზნესი უნდა წამოეწყო და ბევრი ადამიანს ერჩივნა რომ თავის რაღაც დანაზოგი ზოგმა მართლა ბინა გაყიდა ზოგმა ბანკიდან სესხი გამოიტანა და კომპანია საქართველოში ქონდა შეტანა ძალიან ბევრი შემთხვევა ესეთი რომ თავის დანაზოგი ანუ სესხი გამოქონდა ჩეკონდა და მე იმ სესხით ფარავდნენ ამ ყველა ანუ რაღაცა რჩებოდა ხო რატო გაჩნდა იმიტომ რომ რეალურად აქ ალბათ რაღაც ნოყიერი ნიადაგი იპოვეს იმ ხრი რომ ეს ჩვენ საქმიანობა ჩვენთან არ არის კრიმინალიზებული უნდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი კომპანია რომელიც მსგავსი პრინციპებით მუშაობს არის რუსული ძალიან ბევრი კომპანიაში ჩანს რუსული კვალი და მე მგონი არა მხოლოდ ერთი მიმართულების სამართალდამცველები არამედ ცოტა უსაფრთხოების კუთხითაც უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანიზაციები რატომ არის რუსული კომპანიების ამ ხელა ინტერესი რომ რაღაცა ესეთი
ვითომ საშუამავლო, ვითომ საბროკერო, ვითომ საერთაშორისო ბირჟებზე $2000 მიყავთ ქართველი ინვესტორები და საერთაშორისო ბირჟაზე რაღაცას ვაჭრობ. ეს ხო თავიდანვე დასაწყისშივე აფიორა. ძალიან ბევრი მომხმარებელი რეკავ ჩვენ ხელხალ და გვეუბნება რომ რაღაც შეხვედრაზე იყვნენ, სადაც მოუყვნენ $2000 დაიწყებენ ბიზნესს და აშენდებიან. და ბევრი არის წარმომადგენელი. ანუ რაღაც რეკავენ თქვენთან, ესე იგი ადამიანები უფრო სიფხიზლე არ მოუწდა. მაგას დომინოს პრინციპია ეს, როგორც კი გასკდა, ჩვენ ჯერ კიდე ივლისში, როდესაც ეს კვლევა გამოაქვეყნეთ, მიმოხილვა საპირამიდა ბიზნესის ზოგადად და მსგავსი კომპანიები საქართველოში, არც ერთი კონკრეტული კომპანია არ დაგვისახელებია, თუმცა მაშინაც აქტიურად გაშუქდა ეს თემა. თუმცა რა თქმა უნდა, სამწუხაროდ რეაგირება ისეთი მომხმარებლების მხრიდან არ მოყოლია. როდესაც ურემი გადაბრუნდა კომპანია საქართველოს ეს დაემართა, შემდეგ ეს MFX ბროკერ ჯორჯია მიყვა. გამოჩნდება ხვალდაზე კიდე სამწუხაროდ დაზარალებულები და ჩემი აზრით, რაც უფრო მალე ჩამოიშლებიან ეს კომპანიები, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაზარალდება. ანუ იმიტომ რომ არ გაგრძელდეს კიდე თავიდან. როგორც კი ამ კომპანიებს არ ეყოლებათ ახალი მომხმარებელი, ეს კომპანიები აუცილებლად დაზარალდებიან და ჩამოიშლებიან. თავის ჯიბის ფულს ამ კომპანიის თაღლითიდან ფუძნებლები არ მოიღებენ და არავის არ მისცემენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ რაღაცა სახელი არ გაუფუჭდეთ. ცოტა ხანი შეიძლება ამის შესახებ ვერ გაიგო, 2 თვეა MFX ბროკერ ჯორჯის პრობლემები შეიქმნა და ჩვენ რაღაც 1-2 კვირა რაც გავიგეთ ამის შესახებ. სანამ აქციები არ გაიმართა და არ გამოვიდა. სანამ მართლაც ხელში არ ამოვიდათ ამ ადამიანებს ამდენი ტყუილი. რაღაცა წერილები გააგზავნეს თითქოს არარსებულ მისამართებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს წარმოუდგენელია, რომ ეს ბიზნესი იყოს რაღაცა ხანგრძლივად შემოსავლიანი და მიმზიდველი და სწორი მიმართულებით იაროს. იმიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი სადაც 40 წელი როგორც გითხარით ბერნარდ მედოფის სქემა არსებობდა 2008 წელს კრიზისის დროს ჩამოიშალა ეს კომპანია და 150 წლიანი ციხე მიუსაჯეს 71 წლის ბერნარდ მედოფს, რომელიც NASDAQ-ის დამფუძნებელი იყო და ჩვეულებრივი მომხმარებლები კი არა ჟარგონს ვიხმარდა და ბანკები გადააგდო და საინვესტიციო კომპანიები. ხო, ნუ ახლა საქართველოში 40 წელი ერთ-ერთი პირამიდა ვერ გაწნებს. 90-იან წლებში უფრო მალე გარბოდნენ. ახლა გასაქცევი ეთქო ბევრს არსად არა აქ და მაინც იმედოვნებენ რომ ამ მაღალი სარგებლის შეთავაზებით აქტიური მარკეტინგული კამპანიით ბატონმა კახამ აღნიშნა დღესაც აგრძელებენ თურმე ხალხის მიზიდვას და ნუ დღეს იმედი აღარავინ აღარ მოტყუდება. სამწუხაროდ მომხმარებლები ძალიან უნდა იყვნენ დაფიქრდნენ და ეს დომინოს პრინციპი სამწუხაროდ იმუშავებს. ეს ლოგიკა ასეთია. ბატონო კახა, თქვენ თქვით რომ 25 დაზარალებული ჯერჯერობით ხო, თუმცა მათი რიცხვი გაიზრდება, ფიქრობთ ხო? 25-თან უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი. დაახლოებით უფრო მეც. და 600-მდეა დაზარალებული ჩვენი. როგორც იურისტის, თქვენი რჩევა რა იქნება? ნუ უკვე მომავალი მიანაბრეებისთვის, ვინც გვისმენს ახლა, ანუ ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცენ? ანუ იურიდიულად რა დოკუმენტი უნდა გქონდეთ მათ, რომ რა ფორს მაჟორის შემთხვევაში მოიგონ სასამართლო პროცესი? მე სულად მეკითხებიან, რომ კითხვას რომ ისმე როგორც იურისტ გავცემ პასუხს. პირველ რიგში ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ რა თქმა უნდა ბანკებს და შეიძლება სადაზღვევო კომპანიებს, რომელსაც აქვს თავიანთი გაყინული თანხები ეროვნული ბანკის რეზერვებში და თუ იმათ რამე დაემართებათ აუცილებლად ანაზღაურდება ეს შეტანილი თანხები. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ რაღაც შეპესეებს და საბროკერო, უნდა მოუთხოვოთ მათ წარმოგვიდგინონ ან საბანკო გარანტია, ან დაგვიტყვითონ რაღაც უძრავი ქონება, ან რაღაცა ისეთი ნივთი, რომელთაც ჩვენ შევძლებთ ამ ჩვენი შეტანილი თანხის ამოღებას. ანუ აუცილებლად ხელშეკრულება სანამ დადებს, ქართულებს გვეზარება ეს და არ სიამონებს, უნდა მივიდნენ იურისტთან, იურისტს უნდა წააკითხონ ეს ხელშეკრულება და იურისტის თანხმობის შემთხვევაში უნდა მოაწერონ ხელი ამ ხელშეკრულებას, რომელსაც დამერწმუნეთ 99% წაკითხულიც არ აქვს, ისე არა. ხო, ინტეგრირდიანია ხელშეკრულება ბანკის ხელშეკრულებებსაც კი არავინ არ კითხულობს. სვენელია ხაზზე, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ეთი მინდა თქვენი რჩევა შულო. მართალია დღეს ყველა ერიდება სიმართლეს, მაგრამ მაინც მინდა შეგეკითხოთ. აი ადამიანს შავი ჭირის ხო უნდა ქონდეს რაღაცა ორი კაპიკი შენახული. აი სიტყვაზე მაგ 1000 ლარი. ეს ერთი. მინდა შევიტანო რომელიმე ბანკში. ყველა ბანკი ბღლეტავია. ზოგს ნაკლები პროცენტებია, ზოგს მეტი პროცენტები, მაგრამ უბრალოდ სახში რო არ გედოს ნახვა მიიტანო, არის რა დროს არ დაკარგავ. გარდა მაგისა, აი ზედმეტი 50 ლარი შემჭა, 100 ლარი შემჭა, მინდა ესეც არ დამეხარჯოს, მიიტანო ბანკში შევინახო, რომ ქონდეს უცბად რო დამჭირდეს, შევძლო გამოტანა.
გასაკურებას გეუბნება 6 თვის შემდეგ შეიძლება. მე მინდა ყოველთვიური რომ გამიჭიდეს მივიდა უცბად ქონდა წამლის ფული ან რაღაცა უბედური მე თვითონ მივალი. ანუ ვის უნდა მიმართოს? რომელ ბანკს ვენდო? ყველა მღლეტავია. გასაგები. ისახიან TBC ბანკი, კარგია, Liberty ბანკი, იმისია, ეს ამისი. ანუ თქვენ ფიქრობთ ხალბატონ რომ არჩევანის საშუალება ამ კუთხით საქართველოში არ არის? არა, მირჩეთ, აი შეიძლება ვენდო რომელიმე ბანკსა? აი გეკითხებით. მადლობთ. ხო, ბოლო, რა ვიცი 10 წელზე მეტია საქართველოში ბანკი არ გაკოტრებულა და არც ერთი მიანაბრე ბანკების არ დარჩენილა თქვათ თავის თანხის ძირი თანხის გარეშე და არც სარგებლის გარეშე შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოში თქვათ საბანკო სისტემაში ფულის დაბანდება ანუ ანაბრის გახსნა არის ფაქტობრივად სრულად უსაფრთხო რადგან ის არის მკაცრი რეგულირების ქვეშ ეროვნული ბანკის და თუ ხალბატონს სურვილი აქვს რომ მისთვის მისაღები პირობებით სხვა ტიპის ანაბრები არსებობს არის მოთხოვნამდე ანაბარი და ახლობით ამ პრინციპის უნდა და თუ არ ხდები ხალბატონს ხოლმე რა თქმა უნდა სარგებელი ნაკლებია რადგან როდესაც მე ვთქვათ უცებ მინდა ამ მთელი თანხის გამოტანა ბანკის ცდილობს რომ ნაკლები პროცენტი შემომთავაზოს და უფრო მეტ პროცენტს თავაზობს ისეთ ვთქვათ ანაბარზე რომელსაც ვთქვათ ერთი წელი ხელს არ მოუკიდებ არ გამოვითარ თქვათ ვადიან სხვადასხვა პირობებია რა თქმა უნდა გაეცროთ ხალბატონო და თუ დაგაინტერესებთ ეს პირობები და თუ ბანკი თუ ამ პირობებს ჩაიდება ის თქვენ როდესაც გენდომებთ მაშინ გაიტანთ ამ თქვენ ძირ თანხას და პრინციპში ეს როგორც წესი არსად პრობლემა არ არის უბრალოდ სარგებელი შეიძლება იმდენი ვერ მიიღოთ რამდენსაც თქვენ ვარაუდთ კანონმდებლობა აქ ითქვა რომ თუ მოხდება კრიმინალიზაცია ამ სფეროსი თავისთავად სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებდა ნუ კახა უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ კანონი ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით თუ არსებობს სხვა ქვეყნებში მსგავსი მაგალითი და არის თუ იცავს თუ არა სახელმწიფო თავის ადგილობრივებს ასეთი თაღლითობისგან. ხა მოგახსენებთ განვითარებულ ქვეყნებს არ მგონი არ ვიცი რამდენად არ არსებობს ასეთი კანონი თუმცა აქაც ძალიან ფრთხილი მიდგომა არის ჩემის აზრით საჭირო ამ კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩემი აზრით უფრო ჯობია რომ რეგულაცია დაუწესდეს ამ ეგრეთ წოდებულ ფინანსურ ინსტიტუტებს ვიდრე გავხადოთ ეს საქმიანობა კრიმინალური იმიტომ რომ ისედაც ინვესტიციების ნაკლებობა აქვს ჩვენს ქვეყანას და ეს უფრო მეტად დააზიანებს ეხლა ჩვენი ეს ხედვები შეიძლება ბატონ გიორგისთან არ არის თავისებურებაში, მაგრამ ჩემი აზრით მაინც რეგულაციების ქვეშ მოექცეს ეს საქმიანობა. ანუ ლიბერალური პოლიტიკის გამკაცრება უფრო დაუშვებელია. ხო, ნეომებოძეთ არ დაგეთახმოთ ბატონ კახა, რადგან ჯერ ასეთი ინვესტორი მინიმუმ არ გჭირდება, რომელიც მე ადგება და ხალხის ფულს აიღებს და მოიპარავს. მეორე საკითხია ის, რომ წარმოუდგენელია თაღლითობის რეგულირება. ჩემი აზრით თქვენ მუშაობთ იურიდიულ ფირმაში და იცით რომ თაღლითობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, რანაირი რეგულაციის ქვეშ შეიძლება მოვაქციოთ? როგორც კი ასეთ კომპანიებს მოვაქციოთ რეგულაციის ქვეშ, ესეთ კომპანიები ავტომატურად ჩამოიშლებიან და გაკეთებენ. ანუ საუბარი იმაზე რომ უშუალოდ საპროცენტო განაკვეთზე ჭერი დაინიშნოს? აქ პირიქით არის, ხო, რაც მეც შესთავაზებს, ხო, ეს კომპანია ესე იგი მით უფრო სარგებელი იქნება მომხმარებლისთვის, მაგრამ ეს სარგებელი დიდხანს ვერ გაგრძელდება საქმეს ამაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია საბაზრო საშუალო საპროცენტო განაკვეთზე 4ჯერ და 5ჯერ მეტ სარგებელს რო სთავაზობ, რა პრინციპით მუშაობ, რა ბიზნესში დებ ამ ფულს, რომ ამ ადამიანსაც უკანუბურებს, შენს კმაყოფილი ხარ და პლუს ვალდებულების ის ფაქტორი თავად ამ ადამიანებმა უნდა შეაფასოს. წარმოუდგენელია თაღლითობის რეგულირება. ასეთ კომპანიებს, როგორც კი კომპანია საქართველოს რეგულაციის ქვეშ მოქცევა შეეცადა ეროვნული ბანკი, იმ წუთშივე პრობლემები შეექმნა ამ კომპანიას. ამიტომ თავიდანვე ეს უნდა იყოს კრიმინალი, არაფერი დიდი კანონის მიღება არ ჭირდება. ბევრ ქვეყანაში ეს არის კრიმინალიზებული, მათ შორის წამყვან ქვეყნებში, დასავლეთის ქვეყნებში არის კრიმინალიზებული. სისხლის სამართლის კოდექსში უნდა ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ბიზნეს მოდელით საქმიანობა ჩაითვალოს კრიმინალად, გამოავლინოს კომპეტენტურმა უწყებამ, არის თუ არა ესა თუ ის შეპესე ამ პირამიდა ბიზნესით დაკავებული და შემდეგ იმოქმედოს სამართალდამცველებმა. სხვა გზა სამწუხაროდ მე არ მგონია. სვენელია ხაზზე მოვისმინოთ შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ. გამარჯობათ. ბანკის თანამშრომლებია რო გამოდიხართ არა გენეცოლე? არა, ბანკის თანამშრომლები არ არიან. ერთი ადვოკატია, მეორე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. აი, შეკითხვა მინდა გაგრას რომ მივცე. შეეშვან ეს ბანკები
SMS-ი დღეში ერთი 10-ჯერ მოდის ცეცხლები რეკლამას უკეთებენ და ატყულებენ ამით ხალხი წყვილდება არ მინდა კაცო მაგის ცეცხლი ქუჩაში რო დავარდე ხო ქუჩაში ეს ბანკისგან არ გამოვიდა ვარიანტი არა და ყოველ დღე 4-5 მესეჯი მოდის რეკლამას უკეთებენ თავიანთ ბანკებს მოეგიდა კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე მოვისმინოთ მისი შეკითხვას და შემდგომ უპასუხოთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობათ თუ შეიძლება მე გვიან ჩავსე რადიო მიმღები შეკითხვა მაქვს ესეთი თუ მივიღებ პასუხს მე სესხი მაქვს $დოლარში აღებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოში და ის 20 პუნქტიანი არ ვრცელდებაო და ჩვენ რა დავაშავეთ ჩვენი უბრალები ხომ ილახება და მეორე 95 წლის 1 იანვრამდე უნდა გქონდეს აღებულიო 2015 მაგრამ მე ცოტა დავიმატე და 96-ში ავიღე და ძირითადი თანხა მაქვს 95 წლის 1 იანვრამდე აღებული და მე რატო არ მოხდება ეს ლარიზაცია გასაგებია მადლობთ კიდევ ერთი მსმენელი მოვისმინოთ და ერთად უპასუხოთ საკმაოდ აქტიურობენ ჩვენი მსმენელები გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ ტექნიკური პრობლემა, ანუ როგორც ჩანს ეს მომაბეზრებელი სარეკლამო კამპანია აწუხებს ჩვენს მსმენელებს, იგი თუნდაც ბანკიდან იყოს, ანუ ესეც ერთგვარი მარკეტინგია და მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც ყველა მიმართავს. თქვენ რას? ხო, მე ურჩევდი, რომ თუ არ ჭირდება ადამიანს აუცილებლობა თუ არა აქვს, არც SMS-ით და არც სხვა შემოთავაზებით, ცეცხლი არა იყოს, თუ აუცილებელი საჭიროება არ აქვს. და თუ არ სურს ასეთი SMS-ები მიიღოს, მე მგონი უკვე არსებობს რეგულაცია, რომელიც ანუ შეიძლება მუშაობს პერსონალური დაცვის ინსპექტორი ამაზე რომ თქვა არ შევწუხდეთ რაღაცა SMS-ებით. რაც შეეხება მეორე კითხვას, სამწუხაროდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეს გალერების აქცია არ ეხება. რატო არ ეხება ეს ალბათ მთავრობას უნდა მოვკითხოთ, რომელმაც ერთჯერადი სოციალური აქცია გამოაცხადა და მხოლოდ ბანკის მომხმარებლებისთვის გამოაცხადა. რაც შეეხება თუ 2015 წლის 1 იანვრამდე არის რაღაც თანხა და სესხის ხელშეკრულება გაფორმებული, შემდეგ თუნდაც თანხა რო დამატებული იყოს, თუ ეს არის საბანკო სესხი, ასეთ სესხებს შეეხება გალერების აქცია, ოღონდ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის. არც ერთ შემთხვევაში მათ არ ეხებათ. კიდევ ერთი ზარია მოვისმინოთ შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო კახე, მე წერა შეგეკითხე და თქვენ ამაზე ვერ მიპასუხეთ. ხელშეკრულებას რო გაძლევენ მოსაწერად, ეს ადვოკატს უნდა ვაჩვენოთ და ვენდო და რომელ ბანკს მირჩეთ, მე გითხეთ, ნაკლებ პროცენტიანი რომელიცაა უფრო ნაღდი თუ ზედმეტ პროცენტს რო გაძლევენ მეცსა? მადლობა. ლიბერტი ბანკი, საქართველოს ექსპრეს კიდე არის 1000 ბანკები, TBC ბანკი, აი რომელი ძირითადად. მადლობა. აუ, სამწუხაროდ პირდაპირ ეთერში მე ბანკების რეკლამირებას ვერ დავიწყე და ვერ გირჩევთ, მე შემიძლია გირჩევთ ჩვენი ვებგვერდი არსებობს ესეთ თუ შეხვალთ, გაიგეჯი, სადაც სხვა ბანკის ანაბრების პირობებია მოცემული, გაეცროთ. ყველა ბანკი პრინციპში არის სანდო, შეარჩიეთ ისეთი ბანკი, ოღონდ ბანკი და არა სხვა რაღაც საფინანსო კომპანია, რომელიც შემოგთავაზებთ თქვენთვის მისაღებ პირობებს და ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებლობას. ბატონო, თქვენთანაც იყო კითხვა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ან უნდა წაიკითხონ აუცილებლად ხელშეკრულება. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ხელშეკრულება, თუმცა ისეთ პატარა შრიფტით აქვს ამ ბანკერს და ამ იმერს რა ქვია გაკეთებული და არის ესეთი ათგვერდიანი ხელშეკრულებები, რომ თუმცა პირველი ორი გვერდი არის მნიშვნელოვანი, როგორც არ არის. იმდენი ესე თქვენ რო წაიკითხოთ ხელშეკრულება არ მოაწეთ ხელს, დამიჯერეთ. ყველა აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულებაზე დღევანდელი ბანკები აიღეთ გინდა იყოს მიკროსაფინანსო, გინდა ეს ეგრეთ წოდებული ფინანსური ინსტიტუტები. აუცილებლად უნდა ნახოთ იურის, აუცილებლად უნდა გაესწროთ პირობებს, იმიტომ ჩვენ ვაცეთ ხელს რაზე, რომ ჩვენ ყველაფრის უფლებას ვაძლევთ ბანკს, ჩვენი ქონება გადაიფორმოს, გაასხვისოს, გაყიდოს, უაქცეპტოთ ჩამოგვაწეროს ყველანაირი თანხა, დაგვიტკიცოს ოვერდრაფტი და ისიც ჩვენგან დაუკითხავა და ისიც წაგვართვას და მე უცბად ხვდებით ამ იმედს. და რა, რო წავიკითხავ და არ მოვაწერ ხელს, მაგრამ გამოსავალი რა არის ამ შემთხვევაში? სადღაც ბანკი რო ასეთ ხელშეკრულებას არ მოაწერა, მეორემ არ მოაწერა, მესამე მასიური პროტესტია საჭირო. და რაც შეეხება რეგულაციას, ბატონ გიორგის მე მინდა რომ დავეთანხმო რეგულაციაზე, რომ თავრეთობის არსებ მე ვამბობ, რომ რეგულაციაში გიგულისხმება ის, რომ ამ ეგრეთ წოდებულ საფინანსო ინსტიტუტებს უნდა დაუდგინեն გარკვეული ქცევის წესები, რომ მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მათი საქმიანობა არ არის პირამიდა და მათი საქმიანობა არის გარანტირებული
იმით რომ ისინი ამ ეგრეთ წოდებულ ჩადებულ თანხებს დააბრუნებენ უკანტოდეს. სისხლის სამართლის კოდექსში რაც გინდა ჩავწეროთ მაგას აზრი აქვს, თაღლითობას უკვე მოიცავს ამ ყველაფერს დღესაც, უკვე ეს თაღლითობა რაც ჩვენ გავიარეთ ჩემი აზრით როგორც იურისტი და მაგრამ თაღლითობა მორჩა, აი კიდე გავაკეთოთ თაღლითობას ის სხვა მუხლი არაფერს არ გვაძლევს. ეს რამეში დავეთანხმები ბატონ გიორგის რომ აქ უკვე საქართველოში ისეთი პატარა ქვეყანაა და ისეთი დაზარალებული ხალხი ცხოვრობ რომ ჩემი აზრით ეს უკვე სახელმწიფო საფრთხეების საკითხებში შეიძლება გადაეჭრას, გადაიზარდოს ეს საქმეები. რუსული კომპანიების რუსული იქნება, ჩინური არ აქვს მნიშვნელობა, ჩინელებიც არანაკლებად არიან ჩვენთან უკვე გააქტიურებულები, ქართველებიც არანაკლებად არიან გააქტიურებული, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ფულსუნი არ აქვს, ეხლა ეს არ მოგვადგება ამ შემთხვევაში. ჩვენ გაჭირებული მოსახლეობის ეს დაზარალება უკვე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება. საკმაოდ ცოტა დრო გრჩება ბოლო მსმენელი შეკითხვა მოვისმინოთ და შემდეგ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ალო, უგაცრავად, მეორედ გაწუხეთ. აი ძალიან კარგი იქნება, რომ რადიოში იმაში გუგეთონ ბანკებმა რეკლამა, მაგრამ ამ SMS-ებით მოკლედ შევწუხდი რა. რო ესე რა აგიტაციას მიდარეთ. მადლობთ, გასაგებია ბატონო. სამწუხაროდ ცოტა დრო გვაქვს ძალიან, ბოდიშ სუხდი ამ სმენელს. ხო, ანუ თუ შეწუხდა ადამიანი SMS-ებით, მითითებულია იქ რომ უნდა გააგზავნოს იმ ნომერზე რომ აღარ მოვიდეს SMS-ი. ამის გამოსავალი მარტივი არსებობს. ერთ-ერთი პრევენცია სხვათა შორის იმისი რომ მომავალში გაბალშემოსავლიანმა ადამიანებმა მით უმეტეს ვერ დააბანდონ, ფიზიკურად ვერ დააბანდონ ფული. მსგავს კომპანიებში არის ის რომ 100,000 ლარამდე თამასუქების მიღება შეუზღურეს მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ანუ ეროვნული ბანკის მთავრობის გადაწყვეტილებით თუ ადამიანს აქვს 100,000 ლარზე მეტი დანაზოგი, ის იმ რისკსაც კარგად გათვლის, იურისტსაც შეხვდება, ადვოკატსაც მიიყვანს და მასთან წაიკითხავს ხელშეკრულებას და ის უფრო ნაკლებად მოწყვლადია, შეიძლება ითქვას მსგავსი საფრთხის წინაშე და თუ 100,000 ლარამდეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოგეხსენებათ მთელი ცვლილებები დაჭირდა ამას იმ კუთხით რომ მათ უკვე რეფინანსირების ცეცხლების აღებაც შეიძლება დაჭირდეთ ბანკების გავლით ყოველ კვირეულად, რადგან მათ ეს გრძელვადიანი რესურსი ლარის თუ 100,000 ლარამდეა თამასუქი ვეღარ მიიღებენ და არ ეკნებათ. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, თუმცა ზოგადად შობს გამკაცრება კანონმდებლობის რომ ეს იყოს უბრალოდ მაგალითი იმისთვის და პრინციპში მედიაში ამ თემის ხშირად გაშუქება მოახდენს იმის პრევენციას რომ 10 ადამიანები აღარ მოწყობდნენ. და ბოლო კითხვა მექნება ბატონო კახა, რას აპირებენ თქვენი ასე ვთქვათ მოსარჩელეები? ანუ ყველა სამართლებრივი მეთოდით ბრძოლის გაგრძელებას, ეს იქნება აქციები, სასამართლო თუ დაელოდებით მოვლენების განვითარებას და გამოძიებას? ჩემი დამქირავებლები ამ შემთხვევაში მე ვარ დამქირავებული, ამათაც ცხადებენ რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა ამ ეგრეთ წოდებულ ამ კომპანიებს ქართული მენტალიტეტზე საერთოდ გათვლა, მათ აქვთ წმენა რომ ქართველები ამას მიუყროვებენ, არ დაემიყვებიან ბოლომდე ამ საქმეებს და შერჩებათ ეს ფული. და აქვთ ზოგიერთს იმისი რომ წმენაც რომ იმედიც რომ ბევრი არ გამოჩნდება, მაგრამ ვარწმუნებ ყველას რომ აბსოლუტურად ეს არის დათმობა დაცული ინფორმაცია პერსონალიების გაშუქება არ მოხდება, ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩვიოთ ყველანი, რომ ჩვენს დარღვეულ უფლებაზე ვიბრძოლებთ ბოლომდე და ჩვენ დარღვეულ უფლებას ავიდგენთ ყველანაირი სამართლებრივი მეთოდით. და აქციები არის ეს ბოლო ვარიანტი, ვის თამაშს შევატროთ აქციები, ჯერ ესეც გასარკვევია, მაგრამ თავარი ადრესატი. ხო, თავარი არის რომ ყველა დარწმუნდეს რომ ქართველი საქართველოში მოცხოვრებელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს სამართლებრივი გზით რომ აღიდგინოს თავისი დარღვეული უფლება. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და იმედია დღევანდელი გადაცემა დაეხმარება ცხოებს რომ ასეთ რისკზე, ასეთ მაღალ რისკზე არ წავიდნენ და ფული არ დააბანდონ იქ, სადაც საკმაოდ მაღალი რისკია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ გადაცემის სტუმრები იყვნენ საზოგადოებრივი ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე და დაზარალებულების ადვოკატი კახა მაღრაძე. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრებით დავბრუნდებით. მადლობთ ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.